შემომიერთვით მეგობრებო ისევ ყველა განვახორციელა უკვე ზარი წეღან გავწყვიტეთ ზარმა დაგვაწყვეტინა და შევპირდი ხალხს რომ ისევ შემოვიდოდი ყველას დავპატიჟებდი დავპატიჟე ყველა გავაგრძელოთ ჩვენ ბიბლიის განხილვა და იხვის მხელვა მე დავიწყებ უკვე თქვენ შეგიძლიათ მე გადაახვიოთ თუ კი მე შემომიერთდებით გვიან თავი მე-15 ბიბლია დაბადების მე-15 თავი ამ ამბების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრამს ნუ გეშინია აბრამ მე ვარ ფარი შენი დიდზე დიდი იქნება შენი ჯილდო ესე იგი აქ უკვე გავიგეთ ჩვენ წინა თავიდან რომ მელქიზედეკმა აკურთხა აბრამი უკვე უზენაესი ღმერთის საყვარელ შვილად ხო აკურთხა აბრამი და უთხრა კურთხეული იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე ცისა და მიწის შემოქმედისა მოკლედ მელქიზედეკმა აკურთხა აბრამი კურთხეული აკურთხა რას შეაკურთხა არ ვიცი ნუ რაღაცა აკურთხა უთხრა აბრამმა უფალო ღმერთო რა უნდა მიბოძო ეს სულ ბოძებაზე ფიქრობს ახლა განა იმაზე რომ აი თქვა რაღაცა უფალო რამე ხო არ დავაშავე რა უნდა მიბოძო უშვილოდ გადავდივარ ჩემი სახლის მოურავი და დამასკოელი ელეაზარია ჩემი სახლის მოურავი დამასკოელი ელეაზარია კვლავ უთხრა აბრამმა სამომავლობა არ მოგიცია ჩემთვის და აჰა ჩემ სახლში შობილი ყმა უნდა გამიხდეს მემკვიდრედ რა თავისი შვილი დაწავიდა არ ყავს შვილი სარა ხო ბირწია ხო სარა ბირწია და მოკლედ თავისი ყმა უნდა კვლავ გამოეცხადა უფლის სიტყვა არ იქნება იგი შენი მემკვიდრე მხოლოდ შენი წიაღიდან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე გარეთ გაიყვანა და უთხრა ახედე ცას და დაითვალე ვარსკვლავები ნუ შეგეშინდება მათი დათლა მერე უთხრა ამდენი იქნება შენი შთამომავლობა ერწმუნა უფალს ხოლო მან სიწრფელაში ჩაუთვალა ეს უთხრა მე ვარ უფალი რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა ანუ ქალდეველთა ურიდან გამოიყვანა ეს კაცი ღმერთმა იმიხმა რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა რომელსაც ომები აუტეხეს გაწყვიტეს ხალხი გეგონება სხვა ტერიტორიები არ იყოს რომ თავიანთი სახელმწიფო ჩამოეყალიბებინათ იქ რა და ეს ღმერთი ახლა რა ეუბნება რომ აი მე გამოგიყვანე იმ ქალდევედან ეს დაგაპრობინე და ეხლა მე შენ მოგცემ შთამომავლობას საინტერესოა რატო აი რა უნდოდა იმ სახელმწიფოებისგან რომლებიც უკვე არსებობდნენ და რომლებსაც მეფეების ყავდათ შვილიშვილებიც და ქალიშვილებიც და ვაჟკაცებიც და რა ვიცი მე მთელი ინფრასტრუქტურა განვითარებული ჰქონდათ ხო მაგრამ არა უნდა მieყვანა ღმერთს ეს აბრაამი იმ ქალაქში რომ ეწარმოებინა ომი უთხრა მე ვარ უფალი რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა უთხრა აბრამმა უფალო ღმერთო როგორ მივხვდი რომ დავიმკვიდრებ უთხრა მომიყვანე 3 წლის ხბო 3 წლის თხა 3 წლის ცხვარი გვრიტი და მტრედის ხუნდი აიღო ეს ყველაფერი შუაზე დახლიჩა და ერთმანეთს მიუწყო ნახლეჩებიო ოღონდ ფრინველები არ დაუხლიჩავს დააცხრნენ სვავები მძორებს მაგრამ მოუგერია ისინი აბრაამმა მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრაამს და აჰა დიდმა შიშმა და წყვილადმა მოიცვა იგი უთხრა უფალმა აბრაამს იცოდე მდგმურად იქნება შენი შთამომავლობა სხვის ქვეყანაში დამორჩილებული და დაჩაგრული ეყოლებათ 400 წელს იმ ხალხს კი ვისი მორჩილიც შეიქმნებიან მე გამსჯი შემდგომ ამისა დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან შენ კი ეს უკვე ისრაელიდან გამოსვლა არის რა მოსეს რო დაავალებს მაგათ გათავისუფლებას ესე იგი წინასწარ ჯერ მდგმურად დააყენებს ეს ღმერთი სხვა გზა ვერ მოძებნა რა ტიპმა
ესე იგი, ამ ხალხს ვერ მოუძებნა ამ ხელა დედამიწაზე მიწა. რომ დაამკვიდროს იქ ბრძოლის, ომისა და სისხლისღვრის გარეშე. მერე მდგმურად იქნება 400 წელი და მერე უკვე ღმერთი გამოიყვანს იმათ და დიდძალი ქონებით გამოვლენ. და მერე უკვე სხვა ქალაქებს დაესევიან. მოკლედ რანაირი ღმერთია ვერ ხვდები მაინც რა. არა, როგორ ვერ ხვდები, მაგარი ბანძი ღმერთია, იმიტომ რომ ძალა არა აქვს როგორც ჩანს, რომ ისეთი ადგილი იპოვოს, სადაც მათი ხალხის ადგილია. ვერ პოულობს ასეთ ადგილს. მაინც იმ ხალხებს უნდა დაასიოს, რომლებიც უკვე თვითონ დამკვიდრებულნი არიან. იმ ხალხს კი ვის მორჩენით შენ შეიქმნებიან მე განსჯი, შემდგომ ამისა დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან. შენ კი მშვიდობით მიუხვალ შენს მამაპაპას, კბილ სიბერეს მიწევნული დაიმარხები. მხოლოდ მეორე თაობაში მობრუნდებიან აქეთ, როცა აივსება ამორველების უკეთურებათა საწყაული. როცა აივსება ამორველების უკეთურებათა საწყაული. მზე რომ ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, აკვამლებული თონე და ცეცხლის ალმა გაიარა ნახლეჩებს შორის. ალმა გაიარა ნახლეჩებს შორის. მზე რომ ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, აკვამლებული თონე და ცეცხლის ალმა გაიარა ნახლეჩებს შორის. ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრაამს და უთხრა, შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარამდე, ევფრატის მდინარამდე. და იმ ხალხმა რა დააშავა, ვინც იქ ცხოვრობს. მიმიცია, ეგ ნინიას ბაღია, მიმიცია, ჯერ ედემიდან გამოყარა ის ხალხი, თავისი შექმნილი ხალხი. ეხლა დასდევს და ტვინს ურევს ამ ხალხს და ერთმანეთში შუხს აწარმოებს, რომ აჰა, აი აქ ცხოვრობენ, მაგრამ შენთვის მიმიცია ეს. აი ეგეთი ღმერთის მადიდებლის რა ვთქვა მე. ქვეყანა კენეველთა, კენიზელთა, კადმონელთა, ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა, ამორეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსეველთა. ანუ ეს ქვეყნები წარმოიდგინე, რამდენი ჩამოდის ქვეყანა კენეველთა, კენიზელთა, კადმონელთა, ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა, ამორეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და 10 ქვეყანა არსებობს და ეს ჩემი სამართლა ამ აბრაამს ეუბნება შენთვის მომიცია ესო. წადი შვილო დაივანე, სადაც ხარ იმ ედემის ბაღში, საიდანაც გამოგვყარე, ხო? წადი რა იმ ედემის ბაღს მოუარე რა ვაშვეტა რა. ვინ არის ეს მართლა ჩემისა რა? ჩემის გადანგრეულიო რო იტყვენ კიდე. ჩემისა კი არა, მარტო ჩემის გადანგრეული ხარ, შენი ახვე ვიღაცა ხარ რა. თავი მე-16 სარაის აბრამის ცოლს არ უშობია მისთვის, მაგრამ არა ეს ბერცი, თან ცოლი ყავს ბერცი რა. თან ეს ცოლი ეგვიპტის მეფეს ახმარინა. იმიტომ ახმარინა, რომ ამას უთხრა აბრაამს, რომ ესე გაასაღე, ვითომ დაარისო შენიო რა. და იმ ეგვიპტის მეფემ წაიყვანა ეს ცოლი ღამით ყავდა თავისთან და გასკდა მე რომ უკვე ის ქალიშვილი არ იყო. და ეტყობა ლაპარაკი მოუნდათ, რატომ არ იყო ქალიშვილი და უთხრა იმის ცოლი ვარო. ის უთხრა იმ ქალმა, რაც იყო. იმან არ მოითხოვა სარამ და გამოვიდა ეს ეგვიპტის მეფე და შენ გიჟი ხო არა ხარ ბიჭო, შენ დად რატომ ისაღებ ამ ქალსო. თან ბირცია ეს დაც გერი დაყოფილა თურმე სარა ამ აბრამის. თან მრუშიც გამოიყვანა რა, მრუში თვითონ არ არის ეხლა ეს რას იწავდა, ეხლა ეგვიპტის მეფეს ხო არ გაუძალიანდებოდა ეს სარა, მაგრამ ამ მრუშა ტიპმა, აი ამ ღმერთი ეუბნება აბრაამს, აძლევს რჩევას, ხო? ლევანი ამბობს, რომ ერთ-ერთ ნაწილში წერია ესეთ, რომ თვითონ ღმერთმა უთხრა აბრაამს, რომ ესე თქვიო. ხო, ამ მრუშა ეს სარა წამოიყვანა, გააჟლეტინა, ომები აწარმოებინა და ეხლა ეუბნება, რომ შენ აი ამ 10 ქვეყნის მეფედ გაყენებ რა. შენია ეს ქვეყნები და
შენ ბირწ ცორთან ერთად გიტოვებ აი ამ მთელ ქვეყანას. არ შვილი უჩნდება, წარმოიდგინე ამ ტიპს. შვილი არ უჩნდება, ისეთი უმადლო ტიპია რა ეს აბრამი. უმადლოა, როცა შვილი არ გიჩნდება. ძალით შეტენა იმ ეგვიპტის მეფეს ღმერთმა. და ეხლა ეუბნება, რომ აი ეს 10 ქვეყანა უკვე რომელიც მშვიდად ცხოვრობენ, არავის ომებს არ უწარმოებენ, ეხლა შენია ეგ, გაიგე? ბიჭო, ვერ არიან ესენი ტიპები, ვერ არიან, აშკარად ვერ აზროვნებენ რა წერია აქ. მღვდლები, რომლებიც იძახიან, რომ აი ღმერთმა აბრაამი აკურთხა. რა აბრაამ, რომელ ღმერთმა აკურთხა აბრაამი? ვინ და რა შეაკურთხა? ის მაინც დაინახე, ბიჭო რა. უთხრა სარაიმ აბრაამს, აღა დამხშა უფალმა რომ არა ვშობო, შედი ჩემს მხევალთან, ვინძლო შვილიერი შევიქმნე მისგან. ყურად იყო აბრაამა სარაის ნათქვამი. შედი ჩემს მხევალ. ეხლა ეს სარა ამრუშებს ამ თავის ქმარს. აჰა, თუ არ არის მრუში და მკვლელი მოდგმისა, ხო, ამბობს პირდაპირ ამბობს ქრისტე, რომ მრუში და მკვლელია თქვენი მამა. ეხლა ეს სარა, რომელიც თავის ქმარს ამრუშებს, შედი ჩემს მხევალთანო რა. ვინძლო შვილიერი შევიქმნე მისგან. და მოусვინა აბრაამაც, მოიწონა, რატომაც არ მოიწონებოდა რა. ადგა სარაი აბრაამის ცოლი და მისცა ეგვიპტელი აგარი. აჰა, ეგვიპტელი მისცა სარაიმაც. თავისი მხევალი ცოლად აბრაამს. თავის ქმარს, ქანაანის ქვეყნად მისი დამკვიდრების 10 წლის თავზე. ქანაანის ქვეყნად მისი დამკვიდრების 10 წლის თავზე. ესე იგი, ღმერთმა ხომ მისცა ეს შენ შეიქმნები ამ ქვეყნებს, ამ 10 ქვეყნის მართველიო და გეყოლება უამრავი შვილიო და ეხლა რამდენი ვარსკვლავსაც დაითვლია და არ წერია რამდენი ვარსკვლავი დაითვალა, იქნებ ერთი ვარსკვლავი ვერ დაითვალა იმ აბრაამმა, ხო? ეხლა ნახე, შედიო რა, სარა ეუბნება, შედი, შენც იმრუშეო და თუ ის შვილიერი შეიქმნაო, გეყოლებაო რა, სამომავალი, თუ მე შევიქმნიო, მე ვნახოთო. და შეუშვებს თავის მხევალთან. ქალი რა ბოზია აზე ხარ? იქნება იმ მხევალს არც ეკითხება, იქნება არც უნდა იმ აბრაამთან დაწოლა, ბიჭო, იმ ღრძო კაცთან. ხო და ეს აბრაამიც თავის ცოლს უჯერებს, კაი, გავაკეთებ. დაორსულდა აგარი. შევიდა აბრაამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი. ესე იგი, აქ დამტკიცდა რა, რომ ის ქალი იყო ბირწი და არა ეს კაცი, გესმის? ანუ მისი ქალბატონი მის თვალში დამცირდა, იმიტომ რომ ის ვერ აძლევს შვილებს და ამან ეგრევე მისცა შვილი. რა ძალიედი გამსარასაც შეუძრა ეს შრომაკი, ხო? მაშინ უთხრა სარაიმ აბრაამს, შენზია ჩემი შეურაცხყოფა, მოგიწვიე ჩემი მხევალი და როცა შეატყო რომ ორსულა და დამცირდი მის თვალში, ახლა უფალმა განგსაჯოს. ბიჭო, ესენი ვერ არიან მაგრად რა. შენაც ვდუნებ, შენ მიყავს იმ გზამდე და მერე რაც მოხდება ის არ მოგწონს? თუ არ მოგწონს, შენ თავს დააბრალე, რაც მოგივა დავითაო. უთხრა აბრაამას სარაის, აჰა, შენ ხელთა შენი მხევალი, როგორც გენებოს, ისე მოიქესი. მაშინ დაუწყო სარაიმ ჩაგვრა და გაექცა მას აგარი. ნუ ახლა აქ უკვე დაიწყო ცოლების შორის ჭიდილი და გაიქცა აგარი რა, წადი თქვენ დედაც მოტყანო რა. ვინები ხართ ესეთებიო რა, ჯერ არც მეკითხებით არაფერსო, ცოლ-ქმარი ერთმანეთში თანხმდებით რომ ჩემთან იწესო და მე ქმარს რომ მოვწონვარ მე, იმ ცოლს არ მოსწონს ეს ამბავი და დავაი დაახვიეთ აქედანო, წავიდა ეს აგარი რა, კარგად უქმნია, რაც უქმნია. ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან შურის გზაზე რომ არის. უდაბნოში შურის გზაზე რომ არის. უთხრა აგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულ ხარ და სად მიხვალ? ეს უფლის ანგელოზი ესაუბრება. სხვადასხვა გუშინაც უფლის ანგელოზი ესაუბრა გუშინდელ ლაივში. უფლის ანგელოზი ესაუბრა იმ ისაკს, რომელსაც ღმერთმა მოსთხოვა თავისი შვილის შეჭირვა. და უფლის ანგელოზმა უთხრა, ნუ
ნუ ახლებ მაგ ბავშვს ხელსო რა, წადი ის ვერძი მოუკალიო და უკალიო ის ღმერთი მაინც ვერ გაიგებს ვერაფერს. მე ესე ვფიქრობ, რომ ის ანგელოზი არის ქრისტე, ვინც ახლა დადის და ამ ხალხს არჩენს. აი ამ სიდებილისა და სიბრმავისგან რა. ხო, თქვა სარაიმ ჩემს ქალბატონს გავურბივარ. უთხრა მას უფლის ანგელოზმა, გააბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე. უთხრა მას უფლის ანგელოზმა, დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო. ეს უფლის ანგელოზია ახლა. უფალი არ არის აქ. იქ აბრამს უფალი ეცხადება და აქ უფლის ანგელოზი მოდის ხოლმე და წადი და გავამრავლებო მეო რა. ესე იგი სარაი დაიკიდეო რა, ეგ ბოზიქალი დაიკიდეო. შენ გაგიჩნდა შვილი, არაფერ შუაში არ ხარ და გავამრავლებ რა. აბრაამისა და ეგვიპტელის, ანუ ებრაელისა და ეგვიპტელის ნაშიერია ახლა ეს. ამათი შვილი. ახლა ორსულად ხარ შობ ვაშ და ისმაელს, ბრმაძეს, აქ ისმაელი ეს არის. დაარქმევ სახელად, რადგან მოხდა უფალმა შენს ჩაგვრას. ეხლა დაინახა უფალმა რომ ვიღაცა იჩაგრება რა. ისინი რომ დაჩაგრა ის 10 სახელმწიფო ის ვერ დაინახა თვითონ რომ დაჩაგრა. ადამი და ევა რომ დაჩაგრა ის თვითონ ვერ დაინახა. აი ამას რო ჩაგრავენ სარაის მხევალს. რა ქვია მაგ კაცკაცო? ვერ გავიგე. მაშინ უთხრა სარაიმ აბრაამს, შენზე ხო სარაიმ უთხრა და ეს ამ გოგოს რა ქვია დამავიწყდა. გამოჩნდება. კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის, მისი სახელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ. თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს იგი. ნახე ახლა კანჯარივით იქნებაო და ძმის სისხლის მღვრელი იქნებაო რა და მაგარი ტიპი იქნებაო ეუბნება რა. აგარი, ხო, მადლობა მამკა. ესე იგი, ეს ანგელოზით ცოტა ვერ არის რა, არ არის ეს აშკარად ქრისტე არ არის. ძმათა მკვლელი იქნებაო და ესეთი ძლიერი იქნებაო, რომ ყველას მოკლავსო და ყველა ამას ერჩისო და ეს იმ ყველას ერჩისო და ეს კარგი ტიპობაა ეგ რა. რაღაცა კარგია ღმერთის თვალში ეგ. როგორც ჩანს ღმერთი ომზე ანძრევს. კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის, მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველა ხელი მის წინააღმდეგ. თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს იგი, პირისპირ, ხო? ძმათა შორის კი არა, პირისპირ. ახსენა სახელი უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა, შენ ახარ ღმერთი ჩემი მხევალი. ნეტა რა სახელი ახსენა. რადგან თქვა, განააკაც არ ვიხილე კვალი ჩემი მხევალისა? ახსენა სახელი უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა. შენ ახარ ღმერთი ჩემი მხილველი, რადგან თქვა, განააკაც არ ვიხილე კვალი ჩემი მხილველისა? ამიტომ შეარქვა ამას ჭას ბერ ლახაი როი. ამიტომ შეარქვა ამ ჭას ბერ ლახაი როი. კადეშსა და ბარეთს შორის მდებარეობს იგი. მოიცა, ესე იგი, თუ უფლის სახელი დაარქვა ამ ჭას, აქედან ვიცით, რომ ეს ამას ელაპარაკება ეხლა უფალი ბერ ლახაი როი. ბერობაც აქედან ხო არ მოდის, ნეტავ. მოკლედ, ამ ჭას დაარქვა იმ უფლის სახელი, ბერ ლახაი როი. მე ესე გავიგე. შეიძლება არასწორად გავიგე, აბა დააკვირდით. ახსენა სახელი უფლისა, რომელსაც ელაპარაკებოდა. შენ ახარ ღმერთი ჩემი მხილველი. რადგან თქვა, განა აქაც არ ვიხილე კვალი ჩემი მხილველისა, ამიტომ შეარქვა ამ ჭას ბერ ლახაი როი. კადეშსა და ბარეთს შორის მდებარეობს იგი. უშვა აგარმა აბრაამს ვაჟი და დაარქვა სახელად აბრაამმა თავის ვაჟს, რომელიც აგარმა უშვა ისმაელი. 86 წლის იყო აბრაამი, როცა ისმაელი უშვა აგარმა აბრაამს. 86 წლის იყო. 89 წლის იყო თავი მე-17-ზე გადავედით რა. 89 წლის იყო აბრაამი, როცა გამოეცხადა, მოიცა ამ სახელსაც ჩავიწერ ბერ ლახაი როი,
არის რომელი ელაპარაკებოდა აი ეს არის ამასთან კავშირში. კაი, 99 წლის იყო აბრაამი, როცა გამოიცხადა და უფალი აბრაამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი, იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად გაგამრავლებ. ბიჭო, ხო უდებს ამ აღთქმას და რამდენჯერ უნდა დაუდოს მაგის დედავადიდე. ირქვე დაემხო აბრაამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი. ეს მე ვარ და აჰა ჩემი აღთქმაც. უამრავ ხალხთა მამა შეიქმნები. აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი. ერთი ა დაუმატა უკვე. გაიგეთ? აბრამი ერქვა და დაუმატა ერთი ა. ხედავთ რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს ერთი ასობგერის ჩამატებას? იმ ხალხს ვეუბნები თავის სახელ და გვარებს რო იკეთებს. რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ. აბრაამი გახდა ეხლა უამრავ ხალხის მამა, ერთი შვილიც ვერ გააჩინა სარასგან. ხო, საბოლოოდ ეგვიპტელ ქალისგან კი. დიდად გაგამრავლებ ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან. ბიჭო, რა განსაკუთრებული გააკეთა ამ აბრაამმა, ამას რო ირჩევს. მკვლისა და იმის მეტი არაფერი უკეთებია. მრუშობის მეტი და ტყუილების ძახილის მეტი. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენ შთამომავალთა შორის თაობიდან თაობამდე. იგივე არ არის ევამ რო აცდუნა ადამი, მაგისთვის არ გამოყარა ღმერთმა გარეთ ედემის ბაღიდან. ეხლა სარამ აცდუნა აბრამი. აბრამა გააჩინა აგარისგან შვილი და ეს ღმერთი ამ საქციას უწონებს. ედემის ბაღში არ არიან ოღონდ გარეთ არიან ედემის გარე და ღმერთმა მოუწონა ეს საქციელი აბრაამს. თანაც სხვა სახელი შეარქვა, თანაც გაამრავლა, დალუცა გამრავლებით, თანაც უთხრა მრავალი ქალაქების მეფე იქნებიო. ისე კი არ დასაჯა რომ აწი დაგწყევლი და შობადობას გაგიმწარებო ევასა და ადამის მსგავსად ედემის ბაღში. არა, ახლა უთხრა რომ კარგი ბიჭი ხარო ადამ. ის აბრაამ, კარგი ბიჭი ხარო, ეგრე უნდა აბა, ცოლმა რო გაცდუნაო, შენც უნდა გაგეკეთებინაო. დიახო. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამომავლობას შორის თაობებიდან თაობამდე. სამარადისო აღთქმას რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები. აჰა, მრუშობა უყვარს როგორც ჩანს ამ ღმერთს. მოგცემ შენ და შენ შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას. სამარადისო საკურთხებად და თქვენი ღმერთი ვიქნები. ბიჭო, ამ ღმერთს როგორც ჩანს პრობლემა აქვს ღმერთობაზე, იმიტომ რომ ყველას ღმერთი თუ არის, რაღაცა მარტო ამის ღმერთი უნდა იყოს, გამაგებინეთ რა, ყველას ღმერთი არ არის. ესე იგი მარტო ამის ღმერთი უნდა რომ იყოს, გაიგე? ტიპი დაიღალა იმ ადამიანების ღმერთობით და მარტო აბრაამი უნდა მრუში, მატყუარა და მკვლელი ადამიანის მეფობა უნდა ამ ღმერთს. ხო და ის ედემის ბაღი საერთოდ დაავიწყდა რომ არსებობს და იქ წავიდეს და იქ იჯდეს. ხო გამოყარა ეს ხალხი რაღაც დასდევს ერთი გამაგებინოს. უთხრა ღმერთმა აბრაამს, ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა შთამომავლობამ თაობიდან თაობამდე. ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა ჩემსა და თქვენ შორის და შენ შთამომავლობას შორის, თაობიდან თაობამდე. წინა დაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა. ებრაელების წინა დაიცვითოს. აი სატანისტი ღმერთია რა, როგორც ჩანს, ბავშვის ჭუჭუზე ის კანი თუ არ მოაჭრა ამ ღმერთმა, ხო? ისე ვერ იარსებებს რა. დედა მოტყნული ღმერთია რა. ეს არის სხვა რამე ვერ მოიკონა. მაგალითად თმები შეიკვეცეთ, თმები უთმოთ იარეთ. ვერ მოიგონა რაღაცა მაი ჭუჭუზე უნდა მოაჭრას ის წინ ის კანი. გამაგებინეთ რა, აი თუ ავადმყოფი ღმერთი არ არის ეს რა. დაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს ნიშნად აღთქმისა. ჩემსა და თქვენს შორის. დანარჩენები, ვინც არ დაიცვითავს, იმათი ღმერთი არ ვიქნებიო. გაიგე, იმათი ღმერთი არ ვიქნებიო, მარტო თქვენი ღმერთი ვიქნებიო. ხო? და თქვენ გაომებთ და გაგამარჯვებინებთო სხვებზეო. წარმოგიდგენია რა წამპალი ღმერთია? და ამ ღმერთს ეთაყვანებიან დღეს ჩვენი იუდეველი მართლმადიდებელი მღვდლებიც. იუდეური
წესებით წირავენ პირდაპირ მნიშვნელობით. დაიცვითეთ ჩუჩა, ხო, 8 დღის ამ წინა დაცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე. 8 დღის ბავშვი უნდა წინა დაიცვითოს. წარმოგიდგენია, რამხელა სტრესს უქმნიან 8 დღის ბავშვს. რატოში რას გიზავ მე შენ, აი ამ ღმერთის სახელი გავიგო, ეხლა რა ქვია ამ ღმერთს. იხვი თუ არ ქვია, რაც ქვია, იმას გავასწორებ, გავაქრობ, არც ზეცაში იარსებებს, არც მიწაზე, არც ქვესკნელში და არც სადაშინა. დაატირებული ეს. იესო ქრისტეს სახელით რა როიცოდეთ რა. 8 დღის წინა დაცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე სახლში დაბადებულმა და უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა. და უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმაო, გაიგე შენ, რომელიც შენი თესლის ტომისა არის. ანუ გოები ამათ ეწოდებათ, იმიტომ რომ გოები კი არა და ისინი რო არიან. თალმუდელები თუ იყიდი ამათ რა ქვიათ მაგათ კაცო, ამათ ტომობას, ვერცხლით თუ იყიდი ამათ ტომობას, ესე იგი შეუძლია იყოს შენნაირი. იმიტომ არიან თალმუდელები, რომ ნებისმიერ შეუძლია მათში შეიყვანონ, თუ კი წინა დაიცვითავს და მათ წესებს მიყვება. გაიგეთ თქვენ აქ რა ხდება. ხედავთ, სად არის ძაღლის თავი დამარხული? ხო, აქ ყოფილა თურმე ამ წიგში. წინა დაიცვითოს შენ სახლში დაბადებულმა და შენი ვერცხლით ნაყიდმა. ესე იგი, თუ ეს ვერცხლით იყიდის ვინმეს, უკვე ამას ეკუთვნის. ანუ ბავშვი იქნება ეს, თუ დიდი მამაკაცი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, უნდა დაიცვითოს წინა. ხო, ეს ტიპი თუ იყიდის, ეს აბრაამი, უკვე აბრაამი თუ იყიდის, ეხლა ვიღაცას, მონას და ვერცხლით იყიდის, სავარაუდოდ მაშინ სხვა ფული არ იყო, სავარაუდოდ დღეს ფულით იყიდის, მაშინ ესეც იმისიანია. მაგარი ვიღაცა არა. წინა დაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა. ამ ტიპს სხვა საქმე არა აქვს, რომ ამ ჭუჭუებს არ უყუროს რა. როგორ უყვარს ეს ჭუჭუების ყურება, ხედავ რა იცი, ახლა იმან დაიცვითა თუ არა. რა ჩახდებინებ ტრუსიკს და საცვალს და ანახებინებ, აბა მაჩვენე თუ წინა დაცვეთილი გაქვს, აბა მაჩვენე. შენი ჭუჭუ მაჩვენე. აი ეგეთი ღმერთია რა. ეთყობა საპატრიარქოში, იმიტომ არიან 20 მამათმავალი, რომ ყოველას ჭუჭუს უნდა შეხედონ და ამ ჭუჭუებმა გადარია ეთყობა რა. უთხრა ღმერთმა აბრაამს, სარაის შენ ცოლს აღარ ერქვას სახელად სარაი, არამედ სარა იყოს მისი სახელი. ერთი იმოაშორა, ეს როგორც ჩანს იუშლიდა, რომ ბირწ ანუ ამ ეზოთერული დატვირთვით სახელს, ხო, თავის დატვირთვა, ეს იუშლიდა ამ სარაის, რომ შვილები გაეჩინა. ახლა სარა დაარქვა მას და შვილებს გაუჩენს. ვაკურთხებ მას და ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან. ვაკურთხებ და გახდება ხალხების დედა და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან. დავიღალე უკვე ამ დეგენერატი ღმერთისგან რა არ ვიცოდეთ რა. ესეთი ბანძი ღმერთის მნახველი მე ჩემს ცხოვრებაში არ ვარ და რომც ვნახო, ხო, სახეში თხრიშავ რაღაცას, რაც ხელში მომხდება რა. პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა. გულში თქვა, ნუ თუ შვილი შეგეძინება 100 წლის კაცს, თუ გაუკვირდა 96 წლისას გაუჩნდა და 100 წლის კაცს ვერ გაუჩნდებოდა ეხლა რა. რა ვიცი, ნოეს 800 წლისამ გააჩინა შვილი ნოემ და ნუ თუ ბავშვს დავბადებ 90 წლისას, ნუ თუ ბავშვს დაბადებს 90 წლის სარა, შენი დედავატირე სულ რაღაც 10 წლის წინ არ გითხრა, რომ შედი იმასთანო, მე არ მიჩნდება შვილიო და იმასთან შედიო, აგარასთანო, იქნებ იმან გაგიჩინოსო. 10 წლის წინ არ გითხრა მაგის დედავატირე. უთხრა აბრაამა ღმერთს, ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე.
უთხრა ღმერთმა, სწორედ სარა შენი ცოლი გიშობს ვას და დაარქმევს სახელად ისააკს. ანუ შეიძლება სარასთან ეს ტიპი ღმერთი იწვა რა. მართლა გეუბნები, შეიძლება იმან დააორსულა და იმიტომ იმის შთამომავალი უფრო უნდოდა ვიდრე იმის. ხო რა, ისიც იმის შვილი არ იყო? აგარისა და აბრაამის შვილი არ იყო? არა, სარას განაშობის შვილი უნდოდა. ესე იგი, მე დასკვნა გამომაქვს, რომ სარას აორსულებს ეს ღმერთი, ვინც ელაპარაკება ტვინს, ვინც იბურღავს ამ საწყალ აბრაამს, რომ ვერ ხვდება, რომ ეს მაგარი ბანძი ღმერთია რა. აღუდგენ მას ჩემს აღთქმას სამარადისო აღთქმად მის შთამომავლობისთვის. ისმაილის გამო გისმინე და აჰა, ვაკურთხებ მასაც, ნაყოფიერს გავხდი და დიდად გავამრავლებ. 12 ბელადს წარმოშობს და დიდ ხალხად ვაქცევ. აჰა, ისიც აკურთხე, კაი. მაგრამ აღთქმას ისააკს დავუდებ, რომელსაც სარა გიშობს გაისად. ამ დღეს სწორს. მაგრამ აღთქმას ისააკს დავუდებ, რომელსაც სარა გიშობს გაისად. ამ დღის სწორს. შეწყვიტა ლაპარაკი და განეშორა ღმერთი აბრაამს. ადგა აბრამი და დაუცვითა ჩუჩა თავის ვაჟს ისმაილს, თავისი სახლში დაბადებულებს და ყველას, ვინც კი ვერცხლით ყავდა ნაყიდი. ყველა მამაკაც აბრაამის სახლში მყოფს, სწორედ იმ დღეს, როცა ღმერთი ელაპარაკა მას. 99 წლის იყო აბრამი, როცა დაიცვითა ჩუჩა. ეხლა მე რა დასკვნა გამომაქვს. მისი ვაჟი ისმაილი 13 წლის იყო, როცა დაიცვითა ჩუჩა. არ კი 8 დღის შემდეგო. ერთ დღეს დაიცვითეს აბრაამმა და მისმა ვაჟმა ისმაილმა. ვინ დაცვითა ერთი მაინტერესებს? სარა? მისი სახლის ყველა მამაკაცმა მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელთაგან ვერცხლის ნაყიდმა და დაცვითეს მასთან ერთად. ვინ დაცვითა, ვინ? ეხლა საინტერესო რა არის, იცით, მეგობრებო? ეხლა დასკვნა ხონა გამოვიტანოთ, რა უნდა ეხლა ამ ღმერთს, რომ წინა დაცვითა, წინა დაიცვითონ რა, რატო? რა საინტერესოა, ხო? მართლა ჭუჭუები ევასება თუ რაღაცა მნიშვნელობა აქვს? ეხლა მე ვფიქრობ ესეთ რამეს რა. იმ პერიოდში, როდესაც სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ ქალთან, ეთქობა წყლის ნაკლებობა იყო, რომ მე გაესუფთავებინათ ის ადგილი რა და ბევრი ჭუჭყი გროვდებოდა როგორც ჩანს იმ ადგილში. ჰიგიენის მიზნით, ხო? არ იყო რეკომენდირებული იმ დროში, სადაც წყალი ასე ძვირად იყო, რომ ადამიანს ქონოდა ის საცავი. რაზეც ქრისტე ამბობს, რომ ღმერთს რომ ეგრე ნდობებოდაო, დედის მუცელშივე ეგეც წარმოქმნიდაო, გაიგე? აი პირდაპირ ამ ღმერთს ხაზს უსვავს. ეს ეუბნება, რომ დაიცვითეთო და ქრისტე ამბობს, რომ თავის მოწაფეებს ეუბნება, რატო უნდა დავიცვითოთო და ეუბნება, რომ ღმერთს რომ ეგრეს დომოდაო, რომ დაეცვითაო ადამიანსო, ხო, წინა დაეცვითაო. მაშინ დედის მუცელშივე ეგეც წარმოქმნიდაო. თუ არ არის ეხლა ეს ხაზის გადასმა ქრისტესგან აი ამ ღმერთის მიმართ რა. არის. ეხლა ნახე. იმიტომ რომ იმ დროში როგორც ჩანს, ამ ღმერთს ევასებოდა სუფთა ქალებთან წოლა. მე ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღმერთი ყველა ქალთან იწვა, იმიტომ რომ აგერ კაცი დევს და ვერაფერს ვერ ეუბნება ამ ღმერთს. ვერ ეწინააღმდეგება რა. წინააღმდეგობას ვერ უწევს. ერთადერთი წინააღმდეგობას ვინც გაუწევს, ეს არის ისააკი. ისიც ანგელოზის გამოცხადებით, რომ შვილის მაგივრად იმას ვერც დაწვავს და ვერც გაიგებს ის ღმერთი, ვერძი დაწვა თუ შვილი დაწვა, გაიგეთ? ანგელოზი ეცხადება იმ ისააკს. და ეს ტიპი დგას ბელენჩვერივით, ეუბნება წადი შენი ცოლი დადგაასაღეო ასაღებს, ის კი არა რომ შე ბიჭო რევს მეუბნები გიჟი ხო არ ხარ, რა ღმერთი ხარ ესეთი რომ ტყუილებს მათქმევინებ, ხო? მოკლავენოთან და იმ შიშით იმოქმედა, შიში ჩათესლა ეხლა რომ ამ აბრაამ სიკვდილზე შინია როგორც ჩანს. იმ ღმერთმა უთხრა რომ წადი ესე თქვითორე მოგკლავენო, ეს მიდის და თავის ცოლს აცნუნებს რომ ეს მაცდული ღმერთია ვიღაცა რა. მელქისედეკის წესით კურთხეული ღმერთი არის მაცდული. ებრაელების
მამა არის მაცდური, ებრაელების ღმერთი არის მაცდური რა, პირდაპირ მაცდურია. ხო და როგორც ჩანს, ეხლა იმას ვერ ეწინააღმდეგება, რომ ცოლი დადგამისაღეო და ეხლა იმას შეეწინააღმდეგება, რომ შენი ცოლი ერთი ღამით დამითმეო, რო ეთქვა, უბრალოდ აქ არ წერია, თორე ლოგიკურად რო გამოიტანო აზრი, ვინ დაორსულა აბას არა. აქამდე აბრაამისგან არ იყო და ღმერთმა დაორსულა, ხო, ღმერთმა დაორსულა. თავი მე-18-მდე მივედით, მეგობრებო და შევწყვიტოთ ეხლა აქ, გავაგრძელოთ ხვალ, ძალიან საინტერესოა კიდევ რა მსგავსებებს აღმოვაჩენთ აი ამ აბრაამის ღმერთში და ბოლოს სახელიც მინდა გავიგო ამ ღმერთის, რა ქვია ამ ღმერთს. იხვიქვია თუ კუ. აბა კარგად მეგობრებო, დროებით თქვენი კომენტარების დამიწერეთ, მაინტერესებს ძალიან თქვენ რას ფიქრობთ, სწორად მივდივართ, ანუ სწორად განვიხილავთ თუ საწინააღმდეგო კომენტარებიც გაქვთ და რაღაცა ის არის, რა ქვია, უტოპიაში ვარ გადავარდნილი, იქნებ უტოპიაში ვარ გადავარდნილი და ღმერთი როგორ განმიკითხავ მე შეჭედავი, ხო? მელქისედეკი რომ არის მღვდელი, ეგეც ეშმაკის მსახური გამოდის. მელქისედეკი რო ქვია ისა მღვდელს, ხო? ნუ ეხლა ის მელქისედეკი ეგეც ეშმაკის მსახური გამოდის. მელქისედეკი ვისაც ემსახურებოდა ის მელქისედეკი ღვინო და პური როა იყო და აკურთხა ქრისტეს მსგავსად, რომ აჰა, აგერ ჩემი სისხლი და აგერ ჩემი ხორციო, ჩააწოდა, აჭამა, ხო? აკურთხა ეს აბრაამი, რომელიც ომებს აწარმოებს და ღლიტავს და ჟლიტავს ხალხს, ღმერთისგან კურთხეულად. ხო და ეს ღმერთის გამოიცხადა ამ აბრაამს და აჰა, შვილო ჩემო საყვარელო, შენი იქნება ესენი ეს ქალაქები, რომლებიც უკვე არიან აქ და იმათ კი არ მივხედავ მე, ის მკიდია რა, ეხლა იმათ შვილები ყავს თუ ცოლები ყავთ თუ რაღაც ბებიები, ბაბუები, ის მკიდია და შენ, აი შენი ცოლი რომ დადგა ასაღე და ამრუშე და კვლელი რო ხარ და მშიშარა რო ხარ, შენ მიყვარ ხარ. აი ადამი და ევა არ მიყვარს იმათ არ დამიჯერეს. იმათ მოვატყუე და არ დამიჯერეს იმ ტყუილში. იმათ მოვატყუე რომ მოკვდებიო. არ დამიჯერეს და არ მოკვდნენ, ჩემნაირები გახდნენ. ისინი არ მევასება. აი შენ რო დამიჯერე ტყუილებში, შენ მევასები, შენ გაგხდი ამას ოფლისა და რად გახადა? ეხლა საინტერესო რა არის? ებრაელებს შეხედეთ აბა. დღემდე მიწას მათხოვრობენ. დაპირდა და არ შეუსრულა. დღემდე მიწას მათხოვრობენ, გეუბნებით რა. აჰა, რამდენი წელი გავიდა? 2027 წელი მარტო ქრისტესშობიდან გავიდა და იმის წინ რამდენი ხნით ადრე იყონენ ეგენი, რომ პირდებოდა რომ თქვენ გაგხდით ამას ოფლისა იმეებათო, რაღაცეებათო რა და მათყუარა ღმერთი რა. ტიპი არ უსრულებს რა, ბიჭო, მოდით აზზე ებრაელებო, აზზე მაინც მოდით. ხო ხედავ რომ თქვენი ღმერთი დღემდე ამდენი წელი გავიდა, ამდენი 1000 წელი გავიდა და დღემდე გამათხოვრებთ მიწას. ვერაფერი ვერ მოგცათ და ვერც ამა ქვეყნის მეფეებად გაგხადათ, ხო ხედავ? ეგ ნაყიდი ღმერთობა, ხო? თქვენი ღმერთის ნაირი მსგავსი უმსგავსობაა და ნაყიდი ღმერთობა ტრაქში შეიტენეთ, ბიჭო. არა ხართ ამასოფლისა მეფეები. ამასოფლისა მეფე არის ქრისტე. ერთი თავისი სიტყვით მოგიჯოკრათ რა და დადგა ამასოფლისა მეფეს, რომელიც წინაშეც იახვეც ვერ თავს იხრის, ქეთს იხრის. ქრისტეს წინაშე, ბიჭო, ქრისტეს წინაშე გაიგეთ? დებილებო თქვენ, მოდით გონს. აი გონს მოდით, კიდე საინტერესოა, სადღაცა უნდა მოვიდნენ. გონი არის ადგილმდებარეობა. ეგეც შეგხვდება. გოი ხო არის გოიმებს რო ეძახიან. გოი ხო რაღაცა ადგილმდებარეობა იყო, რომელიც შენი იქნება ეუბნება ღმერთი, ხო ის მრუში ღმერთი. მკვლელდან მრუში ღმერთი. ხო და გონს მოდითო, ესე იგი გომს მოდითო. შესაძლებელია ეს გომი იგულისხმება სწორედ იმაში, რომელსაც გოიმებს უწოდებენ ეს ებრაელების სხვა ერის წარმომადგენლებს რა. აი გომს მოსვლა ეშინიათ ამ გომის ადგილის როგორც ჩანს რა. ქრისტეს წინააღმდეგ ვერ წავა, ვერავინ ვერ წავა ქრისტეს წინააღმდეგ და ვერც ქრისტეს ხალხს დაადებს ხელს. ისეთ ქრისტეს ხალხს კი არა რომ 24 საათი იუდეური წესით აღთქმულ იმებს ბანძები რო ადებილებენ და ვითომ
ვითომ ქრისტეს რო ამსახურებინებენ გოგო შესაწირი ცხრები არიან ეგენი იმათ ერთ წუთში იმას იზავენ რა ქვია გააფრთხობინებენ სულს ეგეთ ბანს ხალხს და ვინც ქრისტეს ხალხია აი ჭეშმარიტად ქრისტიანია და ქრისტეს სიტყვებით ეხმალავება ამ ხალხს ხო იმას ხელს ვერ ადებენ აგერ სოფ შენს ხო გამოსცადე ეგ ლევან პეტრიაშვილმაც გამოსცადა და მე ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე გამოვცადე 100,000-ჯერ რომ ქრისტეს ჭეშმარიტი სიტყვის თქმით ხელს ვერ გადებენ იმიტომ რომ არემონები მაგათ ბრმა ცხრებივით მაგათ ებრაული წესით აღვლენინ წირვალოცებს მართლმადიდებლურ წირვალოცებს ეს ბჭყალებში ჩავწევ ვითომ მართლმადიდებლურ წირვალოცებს და აი ებრაული წესით კაცი ქრისტიანი რო დადგება და იმ ებრაელებს აი ამ რუში და მკვლელი მოდგმის მამებს იმის წესით აღვლენილ წირვებზე რო დაესწრება მაგეთ ხალხს ზუსტად ცხრებივით კლავენ და ჭამენ და ჩვენაერ ხალხს ვინც ქრისტეს სახელში ძლიერდება და ქრისტეს სიტყვაში ძლიერდება ხელს ვერ ადებენ სანამ ქრისტე არ მოისურვებს მაგას და ქრისტე არასდროს არ მოისურვებს ჩვენ სიკვდილს რო იცოდეთ რა სანამ ჩვენი ნება არ იქნება მთელ მსოფლიოში არიან გაბატონებული შეუსრულა მათმა ღმერთმა კი არ შეუსრულა ფულმა გააკეთა ეგ ფულმა ღმერთმა ვერაფერი ვერ შეუსრულა მაგათ დღემდე მიწაზე მათხოვრობენ მეთქი გესმით მიწა არ მისა მაგათ მამაზე ციერმა ქრისტეს მამაზე ციერმა და მაგათმა მამაზე ციერმა ფულით აყიდინა ეს ხალხი და მიწაზე ფეხი ვერ დაიდგეს მაგათმა არც ერთი მიწა მაგათ არ ეკუთვნით არც ისრაელი რო იცოდეთ ისრაელი მაგათი არ არის იყიდეს და დროებით შევიდნენ ისრაელში ეგენი გაანადგურებს მაგათ ქრისტეს მამაზე ციერი გონს მოიყვანს თავისივე ღმერთი გაანადგურებს მაგათ თავისივე იხვი გაანადგურებთ მაგათ რო იცოდეთ რა და ქრისტეს მამა კიდევ ბევრს გონს მოიყვანს და 154,000 ებრაელს გონს მოიყვანს და გააქრისტიანებს მიწა არ იღირსოსო ხო ანათქვამი ხო სწორია ეს ჩვენს ენაში ისეთი დიდი სიბრძნეებია ჩადებული მიწა არ იღირსოს ნიშნავს რომ მიწაზე ფეხს ვერ დაადგავენ ეგენი მაგათი საკუთრება მიწა არსად არ არის იმიტომ რომ მკვლელი და მრუში მოდგმის ღმერთის მსახურნი არიან ფულიან ნაყიდი მიწა არ არის მიცემული ღვთისგან მიცემული ყველა მიწა რომელთაც ეგენი იყიდიან მიწას მაგათი არ არის ფულის არის ის მაგათი საკუთრებად არ ითვლება ნაყიდი მიწა ნაყიდი არის ფულის ხოლო ღვთისგან მიცემული მიწა არის ადამიანის რომელსაც მიეცემა ხო რატო ანადგურებინებს ქანაანს არ არსებობს ქანაანი რაც ოდოს ჩადიოდა ქანაანი რომ მოდის ის ვიღაცა გადანგრეული ღმერთი და ეუბნება ამ აბრაამს რომ მიდი და იმ ქანაანს შენად დავამკვიდრებ რატო ეუბნება ამას ქანაანს არ ყავს თავისი პატრონი რაც ოდოს ჩადის ქანაანი რომ ანადგურებინებს აბრაამს გამაგებინეთ ხედავს სად არის ძმათა მკვლელობა დაწყებული აი ამაში აბრაამის სიბრმავეში რომ ვიღაცა ღმერთს მიენდო იქნება ღმერთი არც იყო ის კაცო იქნება ვიღაცა ტიპი დადიოდა და ღმერთსაც აცხადებდა თავს ანუ ეშმაკი და ამ ეშმაკს მიყვება ეს ბრმა აბრაამი გესმის ვერ ასცნობიერებს რომ რუშობაში ამყოფებს ტყუილში ამყოფებს იქ სიკვდილში კაცის სკულისკენ მოუწოდებს ამას ვერ აცნობიერებს ტიპი და ღმერთს უწოდებს იმიტომ რომ პირდება რომ მე შენ გაგცევ დიდ მამად გაგცევთ მე ქრისტეს სახელით ჭიანჭველებად თქო ბანძებო თქო მთელ მსოფლიოში არიან გაბატონებული და ასე გოიმი ვერ შეუსრულებს რადგან ცოდვილია ეგ ღმერთი ქრისტეს წინააღმდეგ ვერ წავა ვერ შეუსრულებს ამ ღმერთს ქრისტეს მამისა და დედისა და ზეციური მამის წინაშე კოუზის აღება არ შეუძლია სიმართლეა ამბობს მარი ქანაანი ქამის მოდგმაა
ხო და ქამსაც ხო წევლის ნოე რას ერჩის ეს ქამი მაგრამ მე წევლის იახვეს ანგელოზად წოდებული ეშმაკი იყვნენ 100,000-ობით, ხო? მეც გამომაქვს ეგ დასკვნა, რომ ეს ანგელოზები იმ ხალხის სახელით შესაძლებელია მართლა იახვეს საერთოდ არაფერ შუაში არ იყოს რა. ეს სატანა დადიოდეს და აცდენდეს ამ აბრაამსაც, ამ ვიღაცეებსა და ამ შემთხვევაში ის ანგელოზები დაისჯებიან, რომელმა ანგელოზებმაც თავი იახვეთ გაყიდეს რა. აი ხა მე რო იახვეს განვიკითხავ, ხო? ვინიცობაა იახვე მართლა ის ღმერთია უზენაესი, ხო? და ეს ანგელოზები ვიღაცა სატანები მოდიან იახვეს სახელით. ამ შემთხვევაში დამნაშავე მე არ გამოვდივარ. იმიტომ რომ იახვეს სახელით უმოხსენიებულია აქ და ვიღაცა ანგელოზი მისი სახელით საუბრობს, მე მაქვს უფლება რომ ის განვიკითხო, კაცო, იახვეს სახელით საუბრობს, მე რა ვიცი ახლა ის რომელი ანგელოზი იყოს, ad გამოვიჯიო, არც იმ დროში ვარ და არც ამ დროში არის ის ანგელოზი, ხო? ხო და როცა ბოლოჯამის განკითხვა დაიწყება, ხო? იმ ანგელოზს მოკითხავს, რატო საუბრობდი ჩემი სახელით და მე კი არ მომკითხავს. არ მომკითხავს, მე მაქვს უფლება უსამართლობა ვამხილო. სხვათა შორის ნარიმანიც ამბობდა მაგას ღმერთმა უმსგავსობისკენ რომ მოგიწოდოსო, კი არ უნდა დაემორჩილო. ამბობდა მაგას ნარიმანი. ეგრე არიან დაბრმავებულები, იახვეს ღმერთად აღიარებენ. მამამია. კარგით, მეგობრებო, წავედი ახლა თუ გაითიშება ისედაც 2% აქვს დარჩენილი და ძალიან მიხარია რომ ამ საკითხს აი ხედავთ სად ყოფილა ძაღლის თავი და აი აქ ყოფილა ყველაფერი პასუხი გვეცემა თუ რა ბრძოლა მიმდინარეობს დღესაც რა ამ წიგნიდან გვეცემა პასუხი და ერთხელ და სამუდამოდ ეს ომი დამთავრდება და ეს წიგნები ყველაფერი დაიწვება იმიტომ დაიწვება რომ იგივე უაზრობაში არ ამყოფოს ხალხი რა სხვა ერაში გადავდივართ უკვე გადაიწერებიან წიგნებით ხო გითხარით გაიხსნება თამარის აკლდამა და გადაიწერებიან წიგნები გადაიწერებიან წავედი ახლა გაკოცეთ